They have waged war against civilization itself. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ სამხედროების სიცოცხლისთვის, რომლებიც ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას დაიღუპნენ, ამერიკა შურს იძიებს. მან ამის შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამ დაღუპულ სამხედროს ნამდვილი ამერიკელი პატრიოტები უწოდა და განაცხადა, რომ სამართლიანი ბრძოლა, რომელსაც მათი სიცოცხლე შეეწირა, დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება. მანვე თქვა, რომ მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ იქნება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები უმკაცრეს დარტყმას მიაყენებს ტერორისტებს, რომლებმაც მისივე სიტყვებით ფაქტობრივად ცივილიზაციას გამოუცხადეს ომი. Over the past 36 hours, ბოლო 36 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყველაზე რთული და ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეტევა მსოფლიოს ისტორიაში. მსგავსი რამ არავის უნახავს. ჩვენ დავარტყით ასობით სამიზნეს ირანში, მათ შორის რევოლუციური გვარდიის ობიექტებსა და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. სულ ახლახან გამოცხადა, რომ გავანადგურეთ 9 გემი და მათი საზღვაო ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი კი ფაქტობრივად რამდენიმე წუთში. ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი მკვდარია. ეს საძაგელი და ბოროტი ადამიანი ასობით, ათასობით ამერიკელის სისხლსა და ასევე მრავალი ქვეყნის მასშტაბით ათასობით უდანაშაულო ადამიანის დახოცვაზე იყო პასუხისმგებელი. გუშინ ღამით მისი სიკვდილის გამოცხადების შემდეგ ირანის მასშტაბით ქუჩებში ხალხის სიხარულისა და ზეიმის ხმა ისმოდა. მთელი სამხედრო სარდლობა განადგურებულია და ბევრი მათგანი გადარჩენისთვის დანებებას ცდილობს. ისინი იმუნიტეტს ითხოვენ, ათასობით ზარია შემოსული. საბრძოლო ოპერაციები ამ ეტაპზე სრული მასშტაბით მიმდინარეობს და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება. ჩვენ ძალიან მკაფიო და მტკიცე მიზნები გვაქვს. მათ შეეძლოთ 2 კვირის წინ რაიმე გაეკეთებინათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ბრძოლის ველზე დაიღუპა. მთელი ერი ვგლოვობთ ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღეს. სამართლიანი მისიის გაგრძელების პარალელურად რომისთვისაც მათ სიცოცხლე გასცირეს, დაჭრილების სრული გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობთ და უდიდეს სიყვარულსა და მარადიულ მადლიერებას ვუგზავნით დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროდ, სანამ ყველაფერი დასრულდება, მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ იქნება, ასეა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. ამერიკა მათი სიცოცხლისთვის შურს იძიებს და უმკაცრეს დარტყმებს მიაყენებს ტერორისტებს, რომლებმაც ფაქტობრივად ცივილიზაციას გამოუცხადეს ომი. But America will avenge their deaths. რამდენიმე საათით ადრე ვიდეო მიმართვა გაავრცელა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დარტყმები თეირანზე მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. მანვე ხაზი გაუსვა ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას და თქვა, რომ ერთობლივი ძალებით იმის გაკეთებაა შესაძლებელი, რაც 10 წლეულების განმავლობაში სურდა. ეს კი ტერორისტული რეჟიმისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენებაა. ჩვენს ძალებს ახლა თეირანის გულში დარტყმები მზარდი ინტენსივობით მიაქვთ. ეს მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. მტკივნეული დღეებია გუშინ აქ თელ-ავივში და ახლა ბეით-შემეშში ძვირფასი ადამიანები დავკარგეთ. ჩემი გული მათ ოჯახებთანაა და ყველა თქვენგანის ისრაელის მოქალაქეების სახელით დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ კამპანიაში ჩვენთან ამერიკის შეერთებული შტატების, ჩემი მეგობრის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ამერიკის სამხედრო ძალების მხარდაჭერაა. ძალების ეს ერთიანობა გვაძლევს შესაძლებლობას გავაკეთოთ ის, რაც 40 წლის განმავლობაში მსურდა, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ ტერორისტულ რეჟიმს. ეს განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამიზნეს, მათ შორის ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების ობიექტებს ინტენსიურად უდევდნენ და სამხედრო გემებს ანადგურებდნენ. ირანის ოფიციალური პირების განცხადებით დარტყმებს 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალი რანგის ლიდერები. ირანმა კონტრშეტევის ფარგლებში რაკეტები გაუშვა ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების თანახმად სწორედ ამ იერიშების შედეგად დაიღუპა 3 ამერიკელი სამხედრო.